და პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება სტუდენტების საკუთარი კომპანიების შექმნას და განვითარებას შეძლებენ. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროგრამის დეტალებს სტარტაპ ნესტის დამფუძნებლები გიორგი ყანჩაშვილი და ლევან პაიჭაძე გაგვაცნობენ. დილო მშვიდობის მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. პროექტი, რომელიც გუშინ დაიწყო, ჩვენ საქმენდილაში ამ პროექტთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და მის ასე ვთქვათ ფუძე და ვიცით ამ პროექტის, მაგრამ დღეს მინდა კითხოთ დავიწყოთ იმით, რომ მე ვარ დღეს სტუდენტი, ვუყურებ ამ გადაცემას, მინდა გავიგო როგორ ჩავერთო პროექტში. რა უნდა ვიცოდე იმისთვის, რომ დავიწყო და ჩავერთო სტარტაპ ნესტში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ ჩვენ ტელემოყურებლებს. თუ არ სტუდენტი და სურს რაღაცა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში და არ დაველოდო რაღაც სამსახურს, ვიღაცის შემოთავაზებას და შევქნა მე თვითონ ჩემი სამსახური, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალია უნდა мотиваცია ქონდეს, გააკეთო საქმე და ნუ შექმნა შენივე ბიზნესი. ამისთვის შეგვალბოთ. სწორედ ეს არის ჩვენი უნიკალურობა, რომ პირველ რიგში ჩვენ არ ვაქცევთ გუნდებს, რომელსაც აქვთ უკვე იდეები, ბიზნეს იდეები და მათ სურთ ხოდახოდ ხარდაჭერა. ჩვენ ვეძებთ სტუდენტებს, რომელსაც აქვს мотиваცია და სურვილი, რომ მათ მართლა შეცვალონ რაღაცა, შესაბამისად ძალიან მარტივია, უნდა შევიდნენ ჩვენ ვებგვერდზე startup nest.gz-ზე. შესაბამისად თუ სჭირდებათ ბიზნეს გეგმა ამ შემთხვევაში. არა. ძალიან მარტივი რეგისტრაცია, მხოლოდ მათ დაგვიფიქსირო, რომ მე ვარ სტუდენტი, მაქვს мотиваცია, შემიძლია აი ამ სფეროში, რომ უბრალოდ სფეროს ამბობენ, ცირედით იდეა უნდა აღწერო, მაგალითად ვებში. ნებისმიერ იდეაზეა საუბარი, თუ გარკვეული შეზღუდვებია მიმართულებით. შეზღუდვები არ არსებობს, არის პროფესიებში შეზღუდვა, მე შეიძლება ვიყო არქეოლოგი და გავაკეთო არქეოლოგიური ტურები ბიზნეს კომპანიებისთვის და პროექტის რისკები თუ იქნება გათვლილი წინასწარ. წინასწარ არ იქნება გათვლილი, პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვეხმარებით ეს ყველაფერი გათვალონ. შესაბამისად ჩვენ უბრალოდ ვარჩევთ ინდივიდებს, რომ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, სადაც 2 დღის განმავლობაში, კრეატორის განმავლობაში ისინი გუნდებს ჩამოაყალიბებენ და იქ უკვე მივაქცევთ ყურადღებას იდეასაც. თუმცა პირველ ეტაპზე მსგავსი რაღაც. გიორგი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ვებგვერდზე შეუძლიათ სტუდენტებს შემოვიდნენ, დარეგისტრირდნენ, თუმცა მოძიებას თქვენც ახორციელებთ. ლევან, როგორ ხდება სტუდენტების გამოვლენა? თქვენ როგორ არჩევთ სტუდენტებს, რომ მათ შეიძლება გარკვეული შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტებს? პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ ამ სიარულს ყველა უნივერსიტეტთან დავივლით, გამოვაკლავთ ჩვენს ბანერებს იქ, ასევე საინფორმაციო შეხვედრასაც ჩავატარებთ. მივაწვით მათ ყველა საჭირო ინფორმაციას თუ რა არის საჭირო დარეგისტრირდნენ, ხოლო შემდეგ ამ ყველა შეჯამებული ინფორმაცია როგორც თავიდანაც ველებში ავსებენ ისინი. მე ჩვენ თვითონ შევიკრიბებთ, ჩვენი კომისია შეიკრიბება და გადავარჩევთ სტუდენტებს, ჩავტარდება შეხვედრები იქნება, გასაუბრებები. გასაუბრებების მე როგორც გიორგი თქვა, კრეატორი ჩატარდება სადაც 2 დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, ჩამოაყალიბებენ გუნდებს და უკვე თავიანთი ბიზნეს იდეით, შემდეგ რაღაც ერთკვირიანი ვადა ეძლევათ, რომ თავიანთი ბიზნეს იდეა უკვე ჩამოაყალიბონ სრულად და პრეზენტაციები გააკეთონ უკვე ჟიურის წინაშე. შეზღუდვა ამ შემთხვევაში უნივერსიტეტების სტუდენტებს ან ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მოაწევა მიიღოს. კი, აბსოლუტურად ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. სტუდენტების კრიტერიუმები რა არის? როგორ შეირჩევენ სტუდენტები? არანაირი კრიტერიუმები არ არის? ეგ უკვე გასაუბრების შემდეგ